გამარჯობათ. მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღევანდელი თემები და დღევანდელი ანალიზი შეეხება მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემაც არათუ მარტო საქართველოში ტრიალებს, არამედ მთელ მსოფლიოში. კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ლიბერალური ხელისუფლებები მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში და ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სწორედ ამ ლიბერალური გეგმის და ამ ლიბერალური სამყაროს ერთ-ერთი დიდი, რომ ვიტყვი, მნიშვნელოვანი გეგმა იყო მათთვის, რომ ყველა ქვეყნებში აეშენებიათ და გაეშვათ ფუნქციონირებაში სამხედრო ბიოლაბორატორიები. მათ შორის ჩვენც აღმოჩნდით აი ამ გეგმაში და ეს უბედურება ჩვენს მოგვეხვდა თავს. ამავდროულად კავკასიის რეგიონში გამოჩნდა იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნების დღეს უკვე რაღაც გარკვეულ თამაშებს თამაშობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკრაინაში არაერთი ლაბორატორიები ააშენეს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელში აიღო თავიდან ბოლომდე მთელი უკრაინა და მთლიანობაში ამ ბიოსამხედრო ლაბორატორიებმა არათუ დაიწყეს რაღაც მავნებლებების და არათუ რაღაც პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმით და რაღაც საშუალებების გამოშვება, არამედ პირიქით მათმა დაიწყეს სწორედ ის ბიოლოგიური იარაღების შექმნა, რომლის საფუძველზეც ქვეყნებში ასუსტებს ეკონომიკას, ანგრევს მთლიანად სოფლის მეურნეობას და ასევე ებრძვის პირდაპირ ადამიანებს. ჩვენ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი. ჩვენ დღეს სტუმრები გვეყოლება, ასევე ჩართვით გვეყოლება სტუმრები. დღეს ჩვენი სტუმარი არის ჩვენთან ეთერში სტუდიაში ეროვნული ერთიანობის საბჭოს წევრი ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი. ბატონ შმაგი, მოგესალმებით. მადლობთ მობრძანებისათვის. მადლობთ, რომ აი ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მნიშვნელოვან თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ დღეს. ეს არ არის მარტო საქართველოს ტკივილი, ეს არ არის საქართველოს პრობლემა მარტო, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა, რადგან ეს ალბათ ასეც არის და ასეც წარმოგვისახია ჩვენ. ეს ლაბორატორიები შექმნილი არის ადამიანების წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელმა ლაბორატორიებმაც მართლაც დიდი დაღი დაასვა ქვეყნებს და მართლაც დიდი პრობლემები შეუქმნა. მოდით ჩვენ ახლა ჯერ მოусმინოთ ექსპერტს ამ საკითხებში, ქალბატონი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს სწორედ აი ამ მიმართულებით. ეს არის ქალბატონი ირინა კასნიკოვა, რომელიც მთელი ამ მიმართულებით აქვს შესწავლილი ის პრობლემატური საკითხები, რომელი პრობლემატური საკითხებიც არის მთლიანად მოდებული მთელ მსოფლიოში. მოდი მოусმინოთ ქალბატონ ირინას და შემდგომ გადავიდოთ შემდგომ экспертზე. Вирусы пересекают границы быстрее, чем дипломатические ноты. Биобезопасность перестала быть темой узких специалистов. Она стала вопросом выживания, доверия и стратегического выбора. Особенно остро это ощущается в Центральной Азии, в регионе, где пересекаются различные торговые пути, культурные традиции и эпидемиологические риски. После пандемии стало очевидно, биологические угрозы – это реальность, способная парализовать экономики, разрушить системы здравоохранения, изменить политические ландшафты. Вспышки сибирской язвы, чумы, кори и новых экзотических вирусов уже признаки настоящего. Биобезопасность включает контроль за инфекциями, надзор за биолабораториями, регулирование и обращение с ГМО, а также защиту от биотерроризма и информационных манипуляций. Центральная Азия характеризуется слабой координацией между странами и ограниченными ресурсами для мониторинга. В Кыргызстане, Казахстане и Узбекистане ведется работа над созданием национальных механизмов биобезопасности, включая законодательные инициативы и международные проекты. Но строительство американских биолабораторий в регионе вызывает обеспокоенность и требует прозрачности, чтобы избежать спекуляций.
Эксперты призывают к созданию координационных рабочих групп между странами Центральной Азии, которые могли бы обсуждать биоугрозы, обмениваться данными и формировать общую медийную повестку. Биобезопасность – это ведь не только защита от вирусов, но и от недоверия, изоляции и политических манипуляций. Биоугрозы представляют серьезную проблему для общественного здравоохранения и национальной безопасности. Они могут возникать как естественным путем, так и в результате преднамеренных действий. В Кыргызстане СМИ, общественность всегда активно выражают обеспокоенность по поводу строительства иностранных биолабораторий. Например, протесты развернулись вокруг планов открытия канадской биолаборатории в Бишкеке. Гражданские активисты и неправительственные организации призвали правительство отказаться от соглашения 2008 года, опасаясь закрытого характера объекта и возможного военного использования. СМИ сыграли ключевую роль в освещении протестов против строительства канадской лаборатории в Бишкеке. Они помогли привлечь внимание общественности к возможным рискам, связанных с этим объектом, и способствовали формированию общественного мнения. Распространение честной информации, публикации в международных СМИ и в местных изданиях помогли донести до граждан Кыргызстана сведения о биолаборатории и ее потенциальных угрозах. Журналистские расследования, экспертные комментарии усилили критику проекта, подчеркивая возможные риски безопасности. Все это привлекло внимание властей к требованиям журналистов, активистов и вирусологов. Кроме того, СМИ и международные организации выступили против строительства биолабораторий в Казахстане, близ границ Кыргызстана. Активисты провели акции протеста в Бишкеке, требуя прозрачности и контроля. Американские биолаборатории в Центральной Азии вызывают противоречивые оценки. С одной стороны, они способствуют развитию медицины, разработке вакцин, но с другой стороны, есть реальные опасения по поводу их возможного использования в военных целях. Отсутствие прозрачности. Деятельность лабораторий финансируется Министерством обороны США, что вызывает подозрения. Геополитические последствия. Наличие американских биолабораторий в регионе воспринимается как элемент стратегического влияния против России и Китая. Биолаборатории могут стать рычагом давления в международных конфликтах. Для Центральной Азии развитие биотехнологий и расширение мониторинга – это не вопрос внутренней безопасности, но и фактор, напрямую затрагивающий интересы соседних государств, например, Турции. Через образовательные программы, религиозные учреждения и культурные проекты Турция продвигает мягкую силу, которая может вытеснить локальные идентичности и усилить зависимость от внешней политики, в том числе и биобезопасности региона. В условиях растущего влияния американского биотехнологического сектора, реализуемого через лаборатории, государства постсоветского пространства сталкиваются с необходимостью выстраивать собственную систему биобезопасности, основанную на прозрачности, научной независимости и технологическом суверенитете. Эффективными методами можно считать развитие национальных лабораторных сетей, усиление контроля, а также внедрение стандартов биомониторинга, адаптированных к локальным эпидемиологическим реалиям. Такие площадки, как ШОС, ОДКБ, БРИКС, могут стать пространством для выработки общих протоколов реагирования, обмена данными и совместных научных инициатив. Это позволит не только снизить риски внешнего вмешательства, но и укрепить доверие между участниками, формируя коллективную иммунную систему региона в биологическом и политико-технологическом смысле. მადლობთ ბატონო ირინა. ასევე ჩვენ ბატონო შმაგი გვყავს მეორე სტუმარი გვყავს ჩვენ. ეს არის ჩინეთიდან. ესიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ბრძოლობს და ეებზვის სწორედ აი ამ სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებს და აქვს თავისი მოსაზრებები და ამოდროულად ეს ადამიანი აქტიურობს ყოველთვის და ის გდებს სწორ დასკვნებს და სწორი ინფორმაციები მიაქვს საზოგადოებასთან და რატომ არის წინააღმდეგი ეს ადამიანები ამ ბიოლოგიური ლაბორატორიებით
ამასაც ახლა ჩვენ გვერდვის ბატონი კატრიბექს მოვუსმინოთ, ეს არის ჩინეთიდან და ის მისი ანალიზის და მისი მოვიტყვი შეხედულებების სწორედ აი ამ სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან მიმართებაში და ფაქტიურად ის გაგვიშლის ამ თემებს. Саламатсыздарбы, урматтуу көрөрмандар. Мен өзүм Кыргызстанда төрөлгөм, Кыргызстанда чоңойгом. Мен азыр Американын военно-биологический лаборатория жөнүндө айтайын дедим эле. Алардын эмеге Закавказье жана Орто Азия мамлекеттеринде жайгаштырган лабораториянын айтайын дедим эле. Кыргызстан территориясында жок. Чоң рахмат биздин мурунку өлкө башчыларына жооп берген, аларга жардам бербестен жооп берген үчүн лаборатория курулган үчүн чоң рахмат. Америкалык военный эксперттин айтканына мен азыр Армения территориясында лаборатория бар деген СМИден окуп көрдүм. Мен ушуну туура эмес деп эсептейм. Ошон үчүн дагы бир жолу Кыргызстандын мамлекет башчыларын пример катары айтып кетейин дедим эле. Ошолордун биологический лабораториясына уруксат берилгенин суранам. Всё. Აი ბატონო შმაგი, ჩვენ მოვუსმინეთ ახლა ჩვენს ორ სტუმარს, ხალბატონს ირინას და კატრიბექს. ეს ადამიანები პირველი დღე არ არიან ამ საკითხებში და არ ბრძოლობენ იმისთვის, რომ პირველი დღე არ არის მათი ბრძოლა, რომ როგორმე დაადგეს საშველი ბოლოს და მოხდეს ამ ბიოლაბორატორიების გაუქმება და აბსოლუტურად კარგი იქნებოდა თუ ეხლა ამ საკითხს დღეს მსოფლიო საზოგადოება და საერთოდ ყველა ეს ქვეყნები დააყენებდა და მოითხოვდა რომ ეს უნდა მოხდეს დაკონსერვება ამ ლაბორატორიების მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში და ჩვენ მეზობლებ ქვეყანაში კიდევ სასონხეთშიდაც და აზერბაიჯანშიდაც უნდა ამას მიექცეს ყურადღება და თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ და რა ინფორმაციებს და როგორ შეაფასებთ ჯერ მოდი თქვათ დავიწყოთ იქიდან თქვენი მოსაზრება და შემდგომ ჩვენი სტუმრების მოსაზრება. მადლობა ბატონო ტრისთან, გამარჯობათ მაცხოვრებო ტელემაყურებლებო. ნამდვილად მოხსენებული თემა, მოხსენებული პრობლემა არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი კაცობრიობის, დავადელი კაცობრიობისათვის, რადგანაც ეს ბიოლაბორატორიებმა მიიღო ისეთი ფორმა, ეგრეთ წოდებულ ბიოლაბორატორიებმა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ფიზიოლოგიაში ჩარევას, ღმერთისაგან შექმნილი ადამიანის ფიზიოლოგიაში ჩარევას და მის კონტროლს. Ну, რა შეიძლება ახლა ითქვას ამის შესახებ? დასავლეთის გარკვეული წრეები, რომლებიც არიან ძალიან ძლიერები, ფინანსურად ძლიერები, მათ დაისახეს მიზნად, რომ ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა მედიკამენტებით, სხვადასხვა ვაქცინებით მოახდინონ ადამიანის სხეულზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება და გარკვეული კონტროლის, მათზე გარკვეული კონტროლის დამყარების მიზნით. ეს რაც შეეხება ადამიანს. და რაც შეეხება სახელმწიფოებს, აი სწორად აღნიშნა ქალბატონმა ირინამ, რომ ყველა ბიოლაბორატორია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებში შექმნა მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, შუა აზიის ქვეყნებში, ამიერკავკასიაში, უკრაინაში, ესე იგი ისინი პირველ რიგში მიზნად ისახავს ეს ბიოლაბორატორიები ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ კონტროლს განსაზღვრულ ამ ქვეყნის ხელისუფლებაზე და ამ ქვეყანაზე. ეს რაში გამოიხატება? ეს გამოიხატება იმაში, რომ ესე იგი პირველ რიგში გამოყავთ სხვადასხვანაირი ვაქცინები, ისეთი ბიოლოგიური იარაღები, მინდა მათ უწოდოთ ბიოლოგიური იარაღები, რომლებიც ესე იგი ემსახურებიან ადამიანის დეგრადაციას, ადამიანის დაავადებათა ახალი დაავადებების შექმნას, ახალი დაავადებების ადამიანზე ექსპერიმენტებს და შესაბამისად შემდეგ ამ
ეგრეთ წოდებული ახალი დაავადებების, კურნალობისა და მისთვის განკუთვნილი ვაქცინი, ეგრეთ წოდებული ვაქცინების გამოშვებას. ანუ ეს საერთაშორისო კოვიდისა აი კოვიდისა ჩვენ აგერ მაგალითად გვაქვს რომ საერთაშორისო და ამ საქმეში პირველ რიგში საერთაშორისო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია არის ჩართული. ძალიან პარა, ჯანმო, ეგრეთ წოდებული ჯანმო. პირველი რაც შეიძლება ითქვას, აი თქვენ ახსენეთ კოვიდი ჩვენ რომ გავიარეთ რა. ესე იგი თვითონ პანდემიის მცნება უცბად შეიცვალა. ესე იგი პანდემია არის ისეთი ბაქტერიოლოგიური დაავადება, ვირუსული დაავადება, რომელიც მოდებული არის მთელ კონტინენტებზე. ან ერთ ან ორ კონტინენტზე არის მოდებული. აი ასე იყო სულ, ესე იგი პანდემიის განმარტება. მაგრამ უეცრად ჯანმომ ეს შეცვალა და ესე იგი საერთოდ უკვე პანდემიად მიიჩნიეს ის, რომ ერთ სახელმწიფოში უკვე თუ არის რაიმე, ესე იგი სადღაც 5-10% ესე იგი დაავადება, ვირუსული დაავადება, ესენი ჩათვალეს უკვე პანდემიად. დღესაც გაურკვეველი არის, აბა გავიხსენოთ როგორ დაიწყო ჩვენთან პანდემია, ეგრეთ წოდებული კოვიდის პანდემია, კორონავირუსის პანდემია. ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში უხანის ბიოლაბორატორიიდან თითქოს იქნა, ესე იგი, უკონტროლოდ გამოშვება თავისუფალ სივრცეში დაავადებული აი ამ საცდელი ცხოველების ესე იგი, რომელიც საცდელი ცხოველების პარტია იქნა ვითომ გამოშვებული უკონტროლოდ. კი, მე მგონი ღამურაზე. ხო, ღამურა აგებ ირთხებს სხვადასხვა იმას ლაპარაკობთ, მაგრამ ძირითადად ღამურა იყო, ესე იგი, ჩვენთვის ამაში. მაგრამ დღესაც შეუსწავლელი არის, რომ ესე იგი, არ არის ზუსტი პასუხები, ზუსტი გამოკვლევები არ არის ჩატარებული, რომ რა მოხდა უხანის ბიოლაბორატორიაში, რა გამოკვლევები მიმდინარეობდა იქ და როგორ აღმოჩნდნენ ისინი თავისუფალ სივრცეში. დღესაც ეს გამოკვლეველი, ეს არის მიჩუმათებული. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს იყო კარგად განსაზღვრული სპეცოპერაცია, რომელიც მიზნას ისახავდა პირველ რიგში არსებული ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს პირველ რიგში მთელი მსოფლიოს ეკონომიკას ურტყავს. ასეთი დიდი, ესე იგი, დარტყმას იღებს მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, გადანაწილება ეკონომიკური ურთიერთობები და პირველ რიგში ჩვენ მივიღეთ ის, რომ ძალიან დიდი ეკონომიკური დარტყმა და ეკონომიკური უკუსლო განიცადა ძალიან ბევრმა დარგმა. ბატონო, ჩაგეკითხე, ბატონო შმაგიდა. აი ხომ არ არის სწორედ ეს პრობლემა, რომელი პრობლემაც შეგვიქვთ ჩვენ საქართველოში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამ კუთხით, რომ ფაქტიურად საქართველოში სოფლის მეურნეობა განადგურებული არის, ხო? ჩვენ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ხო? საკუთარ თავი დავანებოთ გარე ბაზრებს, საკუთარ ასაც ვერ ვაკონყოფილებთ. ჩვენ ბაზარს ვერ ვაკონყოფილებთ და ეს არის იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც პრობლემებიც არის ჩვენ დღეს, ანუ ის ფაროსანა, შესაბამისად ნიადაგის ესეთ რაღაც უარგისიანობა, მასიური უარგისიანობა ნიადაგის, ხო? შემდგომ რაღაც გარკვეული ამ სასუქების შემოტანა, რომელმაც გააფუჭა ვაზი და ეს ხო არ არის შექმნილი სწორედ ამ ბიოლაბორატორიებში და ამ ქვეყნებში მეორე შეტანა აიმისი და ეკონომიკის განადგურების მიმართულებით, რომ გავრცელებული იყო ეს ყველაფერი. თქვენ ზუსტად აღნიშნეთ ეს მომენტი. ეს რასაკვირველი ასე არის. საქართველოში თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი წინაპრები საერთოდ ისე მოყავდათ მოსავალი, ისე სოფლის მეურნეობას ისე მისდევდნენ, მეცხოველობას ისე მისდევდნენ, რომ საერთოდ არ იყო მარტო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ბრუცელოზი, ციმბირის წყლული და აი ესო მეტი არაფერი. ეს ტრადიციულად ასე იყო და შესაბამისი აგრონომებით, ესე იგი აგრონომების ჩარევით ჩვენთან ეს პრობლემა იყო გადაწყვეტილი. საბჭოთა პერიოდში ეს იყო გადაწყვეტილი. თუ სადმე ეთეულები აღმოჩნდებოდა, მაშინვე მიდიოდა რეაგირება. მაგრამ ჩვენს ბოლო 20-30 წლის მანძილზე, რაც საქართველოში უკვე შეიქმნა ამერიკის ბიოლაბორატორია, საქართველოში ლუგარის ლაბორატორია. ლუგარის ლაბორატორია. ესე იგი, ამ ლაბორატორიის შექმნის შემდეგ საქართველოში იმრავლა, ესე იგი, სტატისტიკას გადავხედოთ დინამიკა. საქართველოში იმრავლა ისეთმა დაავადებებმა, ზოოვეტერინარ დაავადებებმა, რომელიც საერთოდ არ იყო საქართველოში.
ეს დავიწყოთ იმით. ეს არის ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი. ქათმის გრიპი, რომლებმაც გაროჩე დასაწყისში მთლიანად გაანადგურეს საქართველოს ქართული კაცს გაუნადგურეს ესე იგი შინაგანი თავისი შინაური ცხოველები გაუნადგურეს. შემდეგ ამას მოყვა გარდა იმისა ჩვენ უამრავი ფერმები ხვალ და კაცო მეღორეობის და განადგურების კი ბატონო მთელი ყველა ეს მეცხოველეობის ეს ხიფეხად პირუტყვი მთელი ეს დარგები იქნა განადგურებული აი ამ ახალი ესე იგი ვირუსებისა და ახალი ესეთი დივერსიული ბიოლოგიური დივერსიების შედეგად. რა თქმა უნდა ესენი ამას არ ამბობენ, არ იტყვის ლუგარის ლაბორატორია როგორ იტყვის ამას. მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ პრინციპული კითხვა. ესე იგი რა მუშაობა მიმდინარეობს ამ ბიოლაბორატორიაში, რა ექსპერიმენტები კეთდება, როგორ არის ეს ყველაფერი და რას ემსახურება, ჩვენი საზოგადოება ამაში არის ესე იგი უმეცარი. საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას არ აქვს იქ ესე იგი რომ შეამოწმოს რა ხდება ამ ლუგარის ლაბორატორიაში. რა პრინციპი ჩაგეჭრებით და ბატონო შმაგი ახლა თქვენ ლუგარის ლაბორატორია ახსენეთ და ახსენეთ რომ საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია ამასთან დაკავშირებით. გეთანხმებით ამის შესახებ არაერთხელ იყო რაღაც გარკვეული რომ იტყვი პროტესტი არასამთავრობო მემკვიდრეობაში მყავს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მართლაც სრულნავენ საქმეს აკეთებენ, ხო რომ მოთხოვნა იყო იმისა, რომ როგორმე ჩართულობა ყოფილიყო მათი და გაერკვიათ რა ხდებოდა ამ ლუგარის ლაბორატორიაში და არის ეს ინფორმაციები კაცო და ამ ინფორმაციებს ფლობს საზოგადოებას ჩვენს, რომ იქ მინუს 1 საათზე მუშაობს სამხედრო ლაბორატორია, ეს ნატოს სამხედრო სპეციალისტები, ხო და ამიტომ ეს კითხვები ყოველთვის არის, მაგრამ გამოდის ის რომ არის იმნაძე და გამყრელიძე, რომელმაც თავს მოგვახვიეს ეს კოვიდი და ეს უბედურება და დღესაც ხარეხებენ ამ ადამიანებს ისეთი იმუნიტეტი იწავს, რა იწავს ასეთი იმუნიტეტი ამ იმნაძეს ერთი გამაგებინა, რომ აი ესე პირდაპირ მოწამლეს საქართველოს მოსახლეობა, უამრავი დაავადებები შეზინეს საქართველოს მოსახლეობას, გარდა იმისა, რომ იყო ადამიანები, ასაკოვანები, რომლებსაც ჰქონდათ დაავადებები და შემდგომ იღვიძებდეს სიმსივნური დაავადებები, ეხლა უკვე ბავშვები იბადებიან, გესმით, სიმსივნური დაავადებებით, ხო? და ამაზე ხმას არავინ არ იღებს და საზოგადოება რომ მოვითხოვთ, რომ გაგვაგებინათ რა ხდება ამ ლუგარის ლაბორატორიაში და მოგეცეს სწორი ინფორმაცია, არავინ აბსოლუტურად. ხო იმას არ ითხოვენ, კაცო, ჩართულობა, მოდი შევიდოს კომისია და ამ კომისიამ შეისწავლოს რა ხდება ამ ლუგარის ლაბორატორიაში. ხო იძახიან რომ არ არის არაფერი გასაიდუმლოებულიო, ხო? რატომ ალავენ, რისთვის მალავენ? ანუ იქ რაღაც ხდება, ხო? რა თქმა უნდა, ესე არ არის გამჭვირვალობა, საერთოდ გამჭვირვალობა არ არის ამ ფუნქციონირებაზე და გამჭვირვალობის ესე იგი არ არსებობა, გამჭვირვალობის არ არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ იქ მიმდინარეობს ისეთი სამხედრო ცდები, ისეთი სამხედრო ქმედებები, რომელიც საჭირო არ არის რომ საზოგადოება მიცედეს. ესე იგი ეს არის ანტისაზოგადოებრივი ქმედებები მიმდინარეობს აქ. ანტისაზოგადოებრივი, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მიმდინარეობს აქ და ექსპერიმენტები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ რომ პანდემიის გარდა, სალამ პანდემიას შევეხებოდეთ, საქართველოს სოფლის მეურნეობას გავაგზავნებ, მეცხოველეობა მთლიანად მოსპეს, განადგურებული იქნა. შემდეგ მეხილეობა და მემცენარეობა. ახლა ქართველი კაცი ყოველთვის ბაბუა გაიხსენეთ და თქვენი ბაბუები როგორ წამლავდნენ ახს 3-4-ჯერ მოწამლავდნენ შავი ამრით ვენად გოგირს მიაკურებდნენ და всё ვიყო მოსავალი მოსული კარგი ყურძენი დღეს ახლა ქართველი კაცი წამლავს შაბიაბანი უკვე აღარ არის 10-ჯერ წამლავს კაცო 10-ჯერ 12-ჯერ უკვე წამლავს რაღაც ახალი ისეთი შხამებით ისეთი ქიმიკატებით რომელიც საერთოდ არ არის ესე იგი ცნობილი რა ზემოქმედებას ახდენს ის ჯერ მცენარეზე და შემდეგ ადამიანის ორგანიზმზე თქვენ წარმოიდგინეთ 10-ჯერ და 12-ჯერ მოწამლული ვენახი საწამლავით რომელიც საზღვარეთიდან შემოდის შემოაქვთ და საერთოდ არ არის ცნობილი ის რა ესე იგი კი ამბობენ კი მე ვენახეები ამბობენ ნატურალური ღვინო არისო მაგრამ ის შხამი ხომ არის ის 12ჯერ 10ჯერ მოწამლული ვენა ის რა იქნება ის ჩვენ გადადის მე ჩვენს ორგანიზმში და ამიტომ ჩვენ ხედავთ იმას რომ დაავადებები იზრდება შემდეგ სხვა მემცენარეობას გადავხედოთ პრაქტიკულად მეხილეობა დღეს თუ არ საქართველოში თუ არ შეწამლე
რამე უბრალო ხილი ვაშლი ატამი არაფერი ტყემალი საერთოდ არაფერი არ მოდის ეს რას მიუთითებს ეს მიუთითებს იმაზე რომ საქართველოში მოქმედებს კარგად დაგეგმილი კარგად შენიღბული ოსტატურად შენიღბული ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს გეოგრაფიული ლანდშაფტის, მისი ბიოლოგიური ლანდშაფტისა და მეხილეობის, მეცხოველეობის მთლიანად რომ შეცვლას და მის მოწამვლის გზით. აი ამას მიუთითებს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ არ შეიძლება შეუძლებელი არის რომ ჩვენს ესე იგი ახალი დაავადებები, ახალი ვირუსები, რომ ესე იგი მუტაციას განიცდიდნენ თავისი ახალი იქნებოდეს თავისით. ეს მუტაციები ხდება 10,000 და 100,000 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენ ვიცით. ამიტომ ჩვენ დღეს ვართ დიდი ექსპერიმენტებში და შეპატონოტრისთან, მოსახლეობამ ეს ალბათ ფიქრობენ რომ ასე არის, მაგრამ ჩვენ უნდა დაბეჭდებით თქვათ რომ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ლანდშაფტი, მისი ბიოლოგიური ფლორა და ფაუნა არის დიდი ექსპერიმენტების ქვეშ, რომელიც ემსახურება მის მოსპას და განადგურებას. ამისათვის ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ რომ ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ის საზოგადოებრივი ძალა, ჩვენ მთავრობას ვთხოვ და ჩვენი მთავრობა მუშაობს დღეს, ხელისუფლება მუშაობს სპეციალური გამჭვირვალობის კანონით. მაგრამ ეს გამჭვირვალობა არ ემსახურება ამ ლუგარის ლაბორატორიას, არ ექვემდებარება. ეს არის სხვისი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს, ესე იგი, ლაბორატორია, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენთან. რისი მიზეზით, რატომ, რა არის ამაში, ისე იგი, რა აუცილებლობა არის, რომ კავკასიის ასეთ მშვენიერ ეკოლოგიურ გარემოში, მშვენიერ სამოთხეს უძახიან კავკასიას, კერძოდ საქართველოს, ხო? აი ასეთ გარემოში, ასეთი ლაბორატორიების ფუნქციონირების დანიშნულება რა არის, რისთვის არის ეს საჭირო. ეს კითხვა უნდა დავსვათ უფრო აქტიურად ბატონოტრისთან და გავარღვიოთ ის დიდი კედელი, რომელიც ახლა არსებობს აიესებად. უბრალო ფაქტს შეგახსენებთ. დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრი ჯონ კენედი, რომელიც არის იმ კენედის, რომელიც მოკლეს 64 წელს, მისი ძმისშვილი, დღეს არის ჯანდაცვის მინისტრი და რომელიც უკვე ეწინააღმდეგება და ითხოვს გამოკვლევებს ამ საკითხებში, რომ საიდან ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მოწინააღმდეგე არის და ის თვითონ ეს კენედი, ჯონ კენედი, ესე იგი გამოდის დიდი გამოსვლებით ოფიციალურად ითხოვს აი ამ ლაბორატორიების ესე იგი შესწავლას, ყველაფერს შესწავლას, რაც მოხდა ამ დაწყებული პანდემიიდან და დაწყებული ახალი, ესე იგი ამ ლაბორატორიების ფუნქციონირება მთელ მსოფლიოში, რომელიც ამერიკელებმა გააკეთეს. ეს ითხოვს პრეზიდენტი ტრამპიც, ახალი პრეზიდენტი ტრამპიც ეთანხმება მის იმას, რომ ვითომ ერთდროულად არიან, მაგრამ დღეობით მაინც ესე იგი ეს კედელი მაინც იმათ ვერ ერევიან. მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ასეთმა დიდმა სახელმწიფო თანამდებობის პირმა რომ ეს გააჟღერა ბატონოტრისთან, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას რომ მართლა სერიოზული პრობლემები არის, რაცა. ახლა მეორე ინფორმაცია ეს გადამოწმებული არ არის, მაგრამ გავიდა ინფორმაცია რომ როდესაც ალიასკაზე ერთი თვის უკან შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა გადასცა მას 25,000-იანი დოსიე გამოკვლევები, რომელსაც აწარმოებდა რუსეთი, გამოძიება და გამოკვლევები აი ამ პანდემიის შესახებ და ეს მისი მონაცემები თურმე გადასცეს ტრამპს. ესე იგი რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ და გადასცეს და იქ პირდაპირ იქნა თურმე აღნიშნული რომ ბილ გეიტსი უნდა იყოს დაპატიმრებული. თურმე ბილ გეიტსი არის ყოფილი ამის მთავარი ფინანსისტი და ესე იგი ისეთი სამუშაოების გაკეთების აფინანსებს თურმე ეს მარტო ციფრული მას დავანებო თავი. თურმე ისე ეს აფინანსებს თურმე ადამიანის გადაგვარებას მის ესე იგი ხელისა და მისი კონტროლის თურმე აი გამოკვლევებს თურმე აფინანსებს უკანონოდ, ეს ყველაფერი არის უკანონოდ. კანონით არ არის ეს დაშვებული და ამიტომ ყოფილა თურმე მე ეს ინფორმაცია გადამოწეული არ არის პატრიოტიზმი, მაგრამ მაინც მინდა მოგახსენოთ რომ ასეთი თურმე მომხდარა ალიასკაში.
ახლა რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მთავრობა გასაგებია, ბოლო 2 წელიწადია, უკვე მესამე წელია, ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს იმისათვის, რომ ესე იგი დაუპირისპირდეს ამ ამერიკის დიქტატს და ევროკავშირის დიქტატს. და ჯერჯერობით ისინი ართმევენ ამას, ასე თუ ისე ართმევენ ამას თავს და უკვე ისე აღარ მოქმედებენ, მისი პირდაპირ რეცეპტებით არ მოქმედებენ. მაგრამ ჩვენ უნდა საზოგადოებამ უნდა დაუსვას ჩვენ მთავრობას, რომ აი ამ ლუგარის ლაბორატორიასაც უნდა მიხედოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი წინააღმდეგობებია და დიდი მას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლება უკვე ეწინააღმდეგება ანტიქართულ და ანტიქართულს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მომართული ისეთი მითითებებისა და ისეთი ბრძანებების შესრულებაზე, უკვე საქართველოს უარს ამბობს და ისინი უმტკიცებენ ამას, რომ მაგრამ აი ამასაც რომ მიხედონ უკვე საჭირო მოგონი მომწიფდა ეს დრო. ამინდა შეგეკითხოთ ახლა თქვენ, ახლა თქვენ ახსენეთ ეს საქართველოში სწორედ ის მეხილეობა ახსენეთ, რომელიც მართლაც წარმატებული იყო ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით, მეხილეობის კუთხით და არაჩვეულებრივი მოსავალი მოდიოდა ამ მიმართულებით, იყო უზარმაზარი საკონსერვო ქარხნები, სადაც არაჩვეულებრივი ჯემები მზადდებოდა, კომპოტები მზადდებოდა, მურაბები მზადდებოდა და ჩვენ ყვაყოფილდებოდა ჩვენი ქართული პროდუქცია. შემოსავლის წყარო იყო მოსახლეობის. შემოსავლის წყაროც იყო, თითოეულ მოსახლეს თავისი შემოსავალი ჰქონდა, ტყემალი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ეს ყველაფერი ხო ადგილზე მოდიოდა და მიქონდათ ეს ყველაფერი. ამის გარდა ეს ყველაფერი, რომელიც მზადდებოდა აქვე საქართველოში, ხო, თითო საქართველოს მოსახლეობა იყენებდა ამას ყველაფერს, ნატურალური პროდუქტი იყო და ეს რაღაცნაირად ერთი ხელის მოსმით გაქრა. განადგურებულია. განადგურდი, ერთი ხელი ჯერ დაანგრიეს, უცებ დაშალეს საკონსერვო ქარხნები, დაამხელა უზარმაზარი ქარხნები, დაანგრიეს. და განადგურეს და ნუ ახლა იზოლებული გახდა გლეხის მერე რომ ეს თავისი ეს მოსავალი სადუნაწა იყო და ამიტომ ხელი აიღო იმის მოვლაზეც უკვე და სხვა გადავიდა ახალ ეგზოტიკურობაზე გადავიდა რომელიც ერთწლიან რაღაც მოგებას ვითომ იზრდა ხო ვითომ იზრდა და იგი არაფერი არ არის და აბსოლუტურად ანუ ეს იყო ეს ერთი მიმართულება სწორედ ამ დივერსიის კუთხით დივერსია ეკონომიკური დივერსიის კუთხით და სადაც შემდგომ ამ ლაბორატორიებში შეიქმნა რაღაც გარკვეული ვირუსები, შეიქმნა გარკვეული რაღაც ეს თქვენაც ახსენეთ შხამქიმიკატები, რომელმაც მთლიანად საქართველოს თქვენ წარმოედგინეთ ამხელა უზარმაზარ ქვეყანაში, ამდენი ვაზის ქვეყანაში, ღვინის ქვეყანაში, რა დონეზე მივიყვანეთ და როგორ ესე გადაშენებით პირას მივიყვანეთ ამდენი ჯიშის ვაზები სწორედ აი ამ შხამქიმიკატებიდან გამომდინარე. ეხლა რამედა მე თქვენ გითხრათ, ამ კუთხით ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო გასაგებია ჩვენ ქვეყანაში ეხლა კარგი მივაღწიეთ ჩვენ ქვეყანაში და რაღაც ეს ადამიანების და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე ხელისუფლება წავიდა გადადგა შემოქმედი ნაბიჯი და დახურა ეს ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორია. რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში? აზერბაიჯანში, სასუნხეთში. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჯერჯერობით ეს საკითხი არის იქ რა თქმა უნდა საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება და უნდათ რომ ესე იგი კონტროლის ქვეშ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით აზერბაიჯანში და სომხეთში ასეთი წარმატებებს ისინი ვერ ახსენებენ ჯერჯერობით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ ასეთი დიდი წინააღმდეგობები იქნება, თუ მოსახლეობა გაიგებს იმას და მიაწვდის მას ხელისუფლებას, რომ ესე იგი ეს ფორმები არის პირდაპირი კონტროლისა და პირდაპირი სახელმწიფოური დიქტატისა და სახელმწიფოური კონტროლის მექანიზმებია ესე პირველ რიგში ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ეს ბიოლაბორატორიები და ამიტომ იმედი მაქვს რომ კავკასიის ჩვენი მოძმაური რესპუბლიკა კიდევ სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ხრივ კიდევ კარგად წავლიან და მთლიანად მოსპობენ ამიტომ შეგმაპატიეთ თქვენ ახსენეთ კავკასია ახსენეთ და შემდგომ გააგზავნეთ თქვენი საუბარი სასომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში. ეხლა პირველი სამიზნე იყო ამ მიმართულებით კავკასია. მათ შორის ეს ლაბორატორია, რომელიც ლაბორატორია შეიქმნა საქართველოში, ლუგარის ლაბორატორია. საქართველოში, რომელიც შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, მან სერიოზული როლი ითამაშა
ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ იყო ინფორმაციები, რომ გაედინება აქედან რაღაც ისეთი მამნებლური მატერიალები. ხო, მატერიალები, რომელიც იქ პირდაპირ ურტყამს ამ სოფლის მეურნეობას, მეხორბლეობას. კი ბატონო, ურტყამს ამ სხვა დანარჩენი მიმართულებით იყო პრეტენზიების მახსოვს, მე კარგად მახსოვს პრეტენზიები. რუსეთიდან იყო პრეტენზიები, რომ იქ მსხვილფეხა პირუტყვედას რაღაცა გარკვეული ის ვირუსი იყო შეტანილი აქედან, ხო? ეხლა რა ხდება? აი ეს ხომ არ არის დრო იმისა, რომ არათუმატო საქართველოში ეხლა არის ინფორმაციები, რომ თვითონ სასომხეში და ფაშინიანმა გზა გაუხსნა ამას ყველაფერს. აბსოლუტურად და მიეცა იმის საშუალება უკვე. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ პოლიტიკური ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება არის. საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ დროს მიქცა პოლიტიკური თავისუფლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეს გაეკეთებინა. ამ სომხეთის ხელისუფლება ფაშინიანმა მისცა თავის თავისუფლება, რომ ეს გააკეთებს სომხეთში. ასევე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ. და ჩვენ უნდა ამიტომ ერთი ეს მარტო შინაგანი იმაზე არ მოქმედებს, თქვენ სწორად აღნიშნეთ. ეს არის იარაღი, რომელიც იქნება ბიოლოგიური იარაღი საქართველოში და უშუალოდ კავკასიაში და შემდეგ ეს მიედინება რუსეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტი და პირდაპირ სამიზნე. და საქართველოს გამოდის, ესე იგი ამ მათი დაპირისპირების პოლიგონი. როგორც ესეთი სამხედრო პოლიგონი გამოდის. ესე იგი საქართველოსთან სამხედრო ბიოლოგიური იარაღის პოლიგონი გამოდის, რომელიც შემდეგ ისურება და ესე იგი ამერიკა რუსეთი ვრცელდება და რუსეთი იბომბება ამ იარაღით. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ ვიცით რომ ამ ლაბორატორიებში ქმნიან აი ამ ადამიანების საწინააღმდეგო იარაღს. ადამიანების საწინააღმდეგო არის ეს ბიოლოგიური იარაღი, რომელიც ბიოლოგიური იარაღის მოქმედებს როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ასევე მოქმედებს სხვა დანარჩენი ესე იგი ეკონომიკური მიმართულებით და ასევე აცდებს ატარებენ ადამიანებზე. ადამიანებზე, ხო? ნუ თუ ეხლა რა ინტერესები აქვთ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ დაუშვეს და შექმნეს ეს ლაბორატორიები. რა ამხელა ფინანსური დაინტერესება უნდა იყოს, ასეთი რომ შენ წირო შენ მოსახლეობას, რომელიც ბატონ პატრონით შენ ახარ და რომელსაც შენ აგირჩიეს. ანუ აქ ფინანსური ინტერესებია უფრო მეტად ჩადებული თუ რაიმე გარკვეული ერთობლივი დაუშვათ გეგმა რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის მხრიდან. რა თქმა უნდა, თუ სალაროი ხსნება ძალიან მარტივად. ყველას პოსტსაბჭოთა სივრცე საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაასია თავის კოლონიურ ქვეყნებად. კოლონიურ ქვეყნებს ჩვენ ვიცით რა ფუნქციები აკისრია. შეასრულოს თავისი მეტროპოლის ნება მთლიანად და აკონტროლოს. მეტროპოლის ნება დღესდღეობით იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ამ კოლონიური მდგომარეობიდან გამოდის და გამოვიდა უკვე 2014 წელს მან მყარად განაცხადა ყირიმის ოპერაციის შემდეგ და რუსეთი ნელ-ნელა გამოდის ამ ამერიკის დაუმორჩილებლობის კოლონიური სისტემიდან, მაგრამ ეს ჩვენი საბჭოთა სხვა რესპუბლიკები დარჩენილები ვართ. და ეს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს რესურსებს იყენებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის შეიძლება ეს იყოს პირდაპირი, შეიძლება იყოს ირიბი, შეიძლება იყოს ღრმად შეფუთული სხვადასხვა მექანიზმებით, ან შეიძლება იყოს ღია. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენ თავისუფლება. პირველ რიგში ჩვენი მთავრობა ახლა დიდნაბიჯებს გავს აი ამ დეკოლონიზაციის მიმართულებით. საქართველოში თუ მოხდება დეკოლონიზაცია, ეს იქნება დიდი მაგალითი სხვა რესპუბლიკებისათვის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთვის და ეს ქალბატონი და აი ჩვენი ექსპერტები ახლა რომ აღნიშნავდნენ, ხომ? ეს იქნება მათთვის იმის მაგალითი, რომ როგორ უნდა გაუსწორდეთ და როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ და რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ამ დიდ ბიოლოგიურ ომს. ბატონო, ისა შმაგი ნახეთ ეხლა რა ხდება მართლაც რომ უკრაინაში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაქსიმალურად აიღო ხელში მთელი უკრაინა, მე მხედველობაში ვიყავს, როდესაც იანუკოვიჩი ჩამოაგდეს და მათმა დასვეს უკვე თავიანთი აგენტურული ეს ქსელის წარმომადგენლები, ჯერ იყო და პოროშენკო, მერე მოიყვანეს ეს კლოუნი, მაგრამ ამ პერიოდში უამრავმა ლაბორატორიებმა იჩინეს თავი უკრაინაში, უამრავმა ლაბორატორიებმა, სამხედრო ბიოლაბორატორიებმა, სადაც უკვე
უცებ სოკუებივით გამრავლდა და იყო ესეთი ლისიჩანსკში, როდესაც შევიდა რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფები, მანდაც იყო ერთი ლაბორატორია, მაგრამ სასწავლო წესით ამ ლაბორატორიის ევაკუაცია მოახდინეს ამერიკულმა მხარემ და მაგრამ დარჩენიათ ჟურნალი. სარეგისტრაციო ჟურნალი დარჩათ, ნუ ახლა ამ დაბომბვის მომენტში ხო იცი ევაკუაციას დარჩათ. ევაკუაციის დროს დარჩათ და ამ ჟურნალში ნახეს შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ტრანსპორტირება ერთ-ერთი კონტეინერის, რომელიც არის გადმოტანილი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში. რეგისტრირებული იყო პირდაპირ ეს. ამის გარდა ნახეთ რა ხდება, ეს არის ცნობილი ფაქტი არის უკრაინაში ძალიან უკონტროლო გახდა ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებების დროს. შეტაკებების დროს ძალიან უკონტროლო. მხედველობაში ამ აქვს მხედველობაში. ანუ ისინი მიდიოდნენ და ვერ გზნობდნენ ვერ ტყვიას და ვერ გზნობდნენ აი აბსოლუტურად ვერანაირ იმას შემოტევით პროცესებს. აი ეგ ვერ გზნობდნენ და აი ბრმად მიდიოდნენ პირდაპირ და ბრმად ეწირებოდნენ. ბიორობოტებია შექმნილი. ხო, ახლა რა ხდება? აღმოჩნდა შემდგომ, როდესაც ერთ-ერთი ტერიტორია დაიკავა რუსეთის ფედერაციის ნაწილებმა და იქ და წვეთ ჩავარდა ჯარისკაცები, ერთ-ერთ ჯარისკაცს უპოვეს ჯიბეში ესა აბი უპოვეს, რომელი აბიც არის სწორედ შექმნილი აი ამ ლაბორატორიაში. და სახელწოდება რა არის ამაბის? იცი უნივერსალი ჯარისკაცი. აი ეს. ანუ ეს ლაბორატორიები არის შექმნილი იმისათვის, რომ სწორედ ესეთი მსგავსი რობოტები შექმნან ადამიანები. ბიორობოტები შექმნან და ამის საფუძველზე მართონ ისე როგორც უნდათ. და ხომ არ ვართ ამ საფრთხეების წინაშე? ჩვენ რომ რაღაც ესეთი მსგავსი რაღაცა შემოგვაცურონ და შემოგვატყუონ. ეს ყველა ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ეს ყველა ლაბორატორიები, რომელიც საბჭოთა სივრცეში არის შექმნილი, ისინი ყველა არიან ერთმანეთში დაკავშირებული. ეს არის ერთი სისტემა, ჩვენ ეს არ უნდა დაგვაიგოს ერთი სისტემა უკრაინაში, ყაზახეთში, სომხეთში, საქართველოში, უზბეკეთში, ან სხვა ქვეყნებში შექმნილი ეს ბიორობოტი, ეს მოქმედებს ერთი ცენტრიდან და ერთი გეგმის მიხედვით. ისინი განლაგებულები არიან ადგილობრივი მოთხოვნილების მიხედვით, რომლებიც გადაწყვეტეს ამერიკაში და იქედან ესენი ყველაფერი არიან ერთმანეთში დაკავშირებული და ცდილობენ რომ ადამიანი აი ესე შეცვალა, აი ასეთი აბებით, აი ასეთი ამპულებით, მეომარები, ეს მეომრებზე იყენებენ ახლა. თქვენ წარმოიდგინეთ ესენი მშვიდობიან მოსახლეობაზეც არის გამოყენებული უკვე. ჩვენ უნდა ეს ვიგულისხმოთ პირველ რიგში. ეს მარტო მოსახლეობაზე სამხედროებზე არ იქნება. ეს იქნება და ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, რაც შეეხება საერთოდ თუ განსჯით. საერთო ის არის რომ ეს ბიოლაბორატორიები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიები ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გატარებას, ამ სახელმწიფოების ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების კონტროლს, თავრობების კონტროლს, ეს დაპყრობითი მექანიზმია. პირდაპირ არის დაპყრობითი მექანიზმი, კოლონიალიზმის მექანიზმის ერთ-ერთი სახე არის და ადგილობრივი, ესე იგი, ადამიანების ესე იგი, რაოდენობის რეგულირება, მისი ფსიქოლოგიური ტიპის რეგულირება ადამიანების და შემდეგ, ესე იგი, გამომდინარე იქედან რომ აკონტროლოს ეს ყველა ადამიანი. ეს არის კონტროლის ქვეშ. მართალდანდებით და ბოლოს ჩვენ დავჭა ძალიან ცოტა დრო და ვემინა ბოლოს თქვენ აი როგორც ახლა კარგად ახსენეთ ეს ყველაფერი ჩვენი აი როგორ შეაფასებით ახლა ჩვენ ქალბატონი ირინა გასნიაკოვას ანალიზს და მის ესეთ ექსმას და ასევე კატრიბეგის ესეთ იმას ძალიან მშვენივრად ახსნა ქალბატონო ირინამ. მე მადლობელი ვარ რომ აი ასეთი აქტივისტი არის რომელიც უკვე წლების განმავლობაში იკვლევს ამ საკითხებს თურმე და ესე იგი საზოგადოებას ამცნობს იმას რა პრობლემის წინაშე დგავართ. ყველაფერი მაგან ახსნა ძალიან შინებულად მიუთეთა იმ პრობლემებზე რომლებიც არის კერძოდ შუა აზიის რესპუბლიკებში. განსაკუთრებით შუა აზიის რესპუბლიკებში. მან მიუთეთა ყველაფერი ამან მითითებული არის და ეს ძალიან კარგია. რაც უფრო მეტი ასეთი ექსპერტები გვეყოლება, აი ჩინეთის წარმომადგენლები საერთოდ ჩვენერად ხსნის ყველაფერს და ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ
ეს ყველა პროექტები, რომელიც არის ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი, ამერიკის მიერ შექმნილი, ამათ მოეღებათ ბოლო და საზოგადოება და ჩვენი ფლორა და ფაუნა, ჩვენი ბუნება, ჩვენი ეკოლოგია გაჯანსაღების გზას დაადგება. და არ იქნება საჭირო, რომ სხვადასხვა შხამებითა და სხვადასხვა ვაქცინებით მოიწამლოს ადამიანი, მოიწამლოს მისი საცხოვრებელი გარემო და ის პროდუქტები, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამას მოიღება ბოლო. ბატონო შმაგი, ძალიან დიდი მადლობა. მე პირველ რიგში მინდა ჩვენს სტუმრებს მოუხადო მადლობა ქალბატონ ირინა გასნიკოვას და ბატონ კატრიბექს, რომელმაც მართლაც რომ თავისი ეს თელი აქტიურობიდან გამომდინარე ცდილობენ და აკეთებენ ყველაფერს, რომ საზოგადოებამდე მიიტანონ ბოლომდე ეს პრობლემატური საკითხები, რომელიც პრობლემატური საკითხები არის თითოეული ჩვენთაგანისთვის აუცილებლად გასასაჯაროებელი და ვიცოდეთ ყველამ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და რა საფრთხის წინაშე დგას ის ქვეყნები, რომელ ქვეყნებშიც ღებულობს განვითარებად ხასიათს აი ბიოლაბორატორიების შექმნა. მადლობა მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებელს, რომ გვიყურებთ და გვისმენთ და კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ ირინას მადლობა მოუხადო და ბატონ კადრიბექს და მადლობა მინდა ბატონ შმაგის მოუხადო იმისათვის, რომ მან ძალიან კარგად ახსნა ყველაფერი. დიდი მადლობა, კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.